მანქანა ავიღეთ გაქირავებაში, ხო? და იყო ეგ პატარა უსიამოვნება, რამე თუ როგორც წესი ვაკი მთლიანად უნდა იყოს გავსებული, აქ არ იყო მთლიანად გავსებული. სასტუმროში მოვედი, ნახე თავდება ბენზინი. გადაურეკე, გამოგვიგზავნეთო სურათიო და გადაუგზავნეთ სურათი. ცოტა უსიამოვნოა ესეთი რაღაცები. პარკირებაც ცოტა ისეთი ძალიან ვიწრო პარკირება აქვს სასტუმროს, რომ შეიძლება გვერდი ჩააგლისო რაღაცას რა. საერთოდ ევროპა პატარაა და ამერიკიდან რო ჩამოდიხარ, ცოტა ეს ყველაფერი გაღიზიანებს კიდევაც, იმიტომ რომ ამერიკაში ყველაფერი ადამიანებისთვის არის და აქ კიდე ჯერ შენობები იყო და მე გზები გაიყვანეს. ულამაზესი სახლებია გარშემო, მაგრამ საკმაოდ მოუვლელი. მოკლედ ჩვეულებრივი სამხრეთული ქალაქია, სადაც გაზონები არ არის გაკრეჭილი, გარკვეული დაუდევრობა, თუ როგორ აკეთებენ საქმეს, ესეც იგრძნობა, მაგრამ ეს ამ ყველაფერს თავის გარკვეული ეშხიცა აქვს. მოკლედ თბილისს გავს რაღაცით ეშხით. ერთი ეგ არის, რომ უპატრონო ძაღლები არ დადიან და კატები. მაგრამ რა ვიცი ახლა შეიძლება ვიპოვო უპატრონო ძაღლი და კატაც. რაღაცის ობელისკია, მაგრამ შებრალულია. კოლორიტული ადამიანები, რომლებიც დილის ყავას მიირთმევენ და გოგოებს უყურებენ. Lisbon Business Center. If this is a business center, then what is business? ეს არის საინტერესო, ნახე ქუჩები. აი, თბილისისავით აივნები არის მიშენებული. პორტუგალია თუ ევროკავშირის წევრია და საქართველო რატომ არ შეიძლება რომ იყოს ევროკავშირის წევრი? აი ეს ვერ გავიგებია აქამდე. ჩვენ აი ნახტად ჯობი ვართ პორტუგალიას. კიდევ კავი ნავიგაცია მაინც მუშაობს. ეს არის პორტუგალიური ტიპიური ეს ცისფერი ფილები, ეს არის პორტუგალიური. მაინც აი შებრალულია ყველაფერი, მაგრამ ამაში არის თავისი ეშხი. აქ ტრამვაიც დადის. ადამიანები ქუჩაში დადიან, ტროტუარები ვიწროა. საინტერესო მანქანა, ეს თორე ტურისტული რაღაცა. ტრაქცია. აქ ახლა მთავარია გავიგოთ პარკინგი როგორ ხდება. ზღვა.
ლამაზია იქით. ძალიანაც ლამაზია. Ну, მოკლედ, თბილისი მისჩელია. Caution, restricted right and then turn left. End navigation. აი ამ ქუჩაზე გავაჩერეთ მანქანა. დავიმახსოვრებ მაინც ესე. ქალაქის დაგეგმარება აქ ალბათ ცოტა მოიკოჭლებს რამე თუ ახლა ფასადები ადამიანებს შეცვლილი აქვს როგორც უნდა. მე მგონი ცენტრისკენ გამოვდივართ ახლა ჩვენ.